გლოვის მეოთხე დღე საქართველოში. ქვეყანას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ემშვიდობება. უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა თელავში. ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა აღავლინა. მან ილია მეორის ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწმინდესის დანატოვარს ქართველი ერი განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. ვიზიარებთ მწუხარებას ეს მთელი ერის მწუხარებაა, მაგრამ სასუხარო და სანუგეშო ის არის, რომ ერთი ლოცველი და დიდი მეოხი ჩვენი ერის შეემატა ზეციურ საქართველოს. იმიტომ რომ ქრისტიანული სწავლებით და პავლე მოციქულის გვასწავლის, რომ თუ შენ გწამს, რომ ქრისტე მოკვდა და აღდგა, მაშინ მასთან ერთად ესე იგი ქრისტიანებიც აღდგებიან და ჩვენი პატრიარქი არის ისეთი ადამიანი, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული და მაგალითია თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს და მით უმეტეს სამღვდელო მღვდელმთავარს პატრიარქს თავისი სამშობლო და ქვეყანა არასოდეს არ დაუხევია უკან განსაცდელების ჟამის დროს. მე პირადად მაგ შეგრძნება, რომ ისედაც დედა და მამა დავუკარგე და მეორეც დავუვლდი, აი ძალიან მწარე შეგრძნება მაქვს. საერთოდ არ ემოციური ადამიანი და აი ეხლაც რო არ წამოვიდე და არ ვილოცო მის სულისთვის, აი არ